გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 ლაიქი მაქვს. მე ახლა ვიდეოს ვიღებ და ლუნა აქვე მიზის. როგორ უყურებს კამერას? აბა ლუნა, რამდენი ლაიქზე უნდა ავიდეს ეს ვიდეო? რა ლამაზიკატა ხარ? ლუნა? უჩუ. კარგი იყავ, მე ვიტრიალებ კამერას აქეთ. წინა ვიდეოებში გითხარით რომ თუ ჩემს ჯგუფში მიმები 160+2-ში გამოგზავნიდით მიმებს, ეს ჯგუფი უკვე 100,000 ადამიანზე მეც ითვლის. შემდეგ მე დავარიაქტებდი მიმებს და რომელზეც გამეცინებოდა მიმის ავტორს ჩაეცხებოდა 50 ლარი. ჩემი მიზანია ბევრ მიმზე გავიცინო, რომ ბევრმა თქვენგანმა მოიგოს 50 ლარი, თუმცა სადღაც ზღვარზე, იმიტომ რომ არ უნდა გავკოტრდეთ ანუ. არა, მაგარი კომუნიტი მყავს, როგორც კი ეგვახსენე. ნახეთ რა მოხდა. უამრავი მიმი გამოიგზავნა, გამოგზავნილებიდან დაახლოებით 400-მდე დადასტურდა. რამდენიმე დღეში სულ 36,000 ლაიქი აქვს ამ თქვენს გამოგზავნილ მიმებს, აქ კიდე ბოლო რამდენიმე დღის სტატისტიკა არ ჩანს. და თითქმის 2 მილიონი ნახევარი ნახვა რამდენიმე დღეში. აი, კომუნიტის ძალა. მე ვასებით მაგრად. ბევრი მიმებია ამ ვიდეოში ყველას ვერ ვნახავ. ამიტომ ეს ვიდეო აიყვანეთ აუცილებლად 5,000 ლაიქზე და უმალვე შემდეგი ეპიზოდი. ჩემი არქის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. კარგი, მოდი ახლა სახე ავიწყოთ. იცოდეთ, ძალით არც ერთ მიმზე არ გავიცინებ და თავსაც არ შევიკავებ. ამიტომ რეალურად რამდენიც გამეცინება გამეცინოს. ზე, მერკური, ჩემი თითი, რეკლამის გამორთვის ღილაკი. კარგი მიმია მართლა. ისე პატარაზე როა გამორთვის ღილაკი რომ ვერ აჭერ და თან ტყუილის ხარი ხოლმე და რამდენიმე საიტზე გადაყოხარ ხოლმე. და ეს მზესთან პარალელი ძალიან მომეწონა. ოჩახ 100 ლაიქი ქონია ამ მიმს. უკა აბესაზე ჩაერცხება 50 ლარი. მე კიდე პირველივე მიმზე ეგრევე 50 ლარი დავკარგე. როდესაც ლოგინის ქვეშიდან დემონმა ხელი ამოყო და გონია რომ ფეხში წაგავლო. უბრალოდ ეს ტექსტი და მიმიკა იდეალურადაა შეხამებული და ამაზე აუცილებლად გამეცინებოდა. -100 ლარი. Oh my god. 50 ლარი მოიგო კობა თაკნიაშვილმა. ის ერთი ბუზი ფანჯარასთან, რომელიც შემოვიდა და ვეღარ გადის. მე ცუდად მიდის ჩემი ვიდეო. აი ძალიან სასაცილოა. ფანჯარაში რო შემოვა და მინას რო ვერ აღიქვამს და ძალიან დიდი ხანი რო ვერ გადის და მე კვდება. და ის თვალები და იმ ბუზის სიტუაცია ძალიან უხდება. მაგრამ მე 3-დან 3 მიმზე თუ გამეცინა, თვითონ მიმების განხილვაში დაახლოებით 30-დან 40 მილიონამდე ვარიაქტებ ხოლმე და მე მგონი ახალი კონტენტი უნდა მოვიფიქრო, მეგობრებო, ეს აღარ მომწონს. გაჯანდობა. გიორგი ნიკაჭაძემ მოიგო კიდე 50 ლარი. თანამედროვე IQ ტესტი. ზენდაია და სონის ჯოისტიკი, სიდნი სვინი და ასეთი ჯოისტიკი. კარგი სიდნი სვინებია, კი არა და. კარგი ჯოისტიკია ეს უფრო. ადრე მარტო ასეთები გამოდიოდა. ამაზე არ გამეცინება ახლა, მაგრამ კარგი იყო. მე დილით ვცდილობ რომ ისე ვარ ჩამეძინოს. ამით ძალიან ბევრი გაზიარება და ლაიქი ქონდა და ბევრმა ადამიანმა გააიგევა თავის თავთან. ალბათ მეც. ChatGPT-ს მეათედ მიწერა რომ თემა დაეწერა უფრო ადამიანური და ნაკლებად AI სტილში. ამ დროს ChatGPT. ახლოს ვიყავი გაცინებასთან. კარგი იყო მართლა სასაცილოა. რაღაცას რომ მიწერ ChatGPT-ს გივასუხებს და უფრო ადამიანური ენით რო ეუბნები და კიდე და ბევრჯერ რომ ამას ეუბნები, აი ესეთი რეაქცია იქნება მე. დოლჩე და გაბანა, თითო და მანანა. ესეთი რაღაც კომუნისტური რაღაცების თანამედროვეობა, გაძვირება და რაღაცები უფრო ბალენსიაგასკენ მიდის. ბოლოს ისეთი რაღაც გავაცრე. აი ეს ნახეთ. ეს კაცის დაძველებული ტრუსები არის ქალის კაბა, რომელიც 400 ევრო ღირს. აბსოლუტ კინემატოგრაფია. მე ღამის 2 საათზე. თუ მე ის ვიცი რომ მე არაფერი არ ვიცი, მაშინ არაფერი როგორ არ ვიცი, როცა ვიცი რომ არაფერი არ ვიცი. ასეთი ფიქრებით მაქვს გადანათენები ბევრჯერ, მათ შორის გუშინ. ვერანაირი ტექნიკა ვერ ვისწავლე, რომ დაწვევი როგორ უნდა დაგეძინოს. ყველას თავის გასაჭირი აქვს. პატარა ბიჭმა ოცნება ჩაიფიქრა რომ ყოველ დღე დაბადების დღე ქონოდა, ორ თვეში დავერდა და მოგდა. საინტერესო მიმართულებაა, მაგრამ როგორ ჩანს, ჩემს გაცინებას ცოტა სხვა რაღაცა ჭირდება. ისე არც ვიცი როგორი იუმორი აქვს, ანუ რეებზე მეცინებას ზუსტად ის პატერნი ვერ დავამოყავი. მანქანამ ლიმონს აუსვა ენა და დაიჭყანა. ეს ადამიანი რამდენად კრეატიულია წარმოვიდგინეთ, ვინც ეს მიმი მოიგონა. ადამიანზე მორგებული არქიტექტურა. და ამ ფორმაში ადამიანმა ღიპით ჩასვა, თითქმის გამეცინა. აუ ეს ტრენდი როგორ მიყვარს. როცა ჭამის და თან ჩემი ვიდეოს ყურების ფოტოს დებენ ხოლმე ჩვენ ჯგუფში. ყველა ასეთი პოსტი დასტურდება და თითქმის ყველა სვამ ხოლმე ვიდეოში. 1000-ობით ასეთი ფოტო გამოგზავნილა ბოლო 2-3 წელიწადში. ახლა შემდეგ ვიდეოს კიდე გაცინებაზე გადავიღებ მიმებზე და შემდეგ ასეთ ფოტოებზე ხო არ გავაკეთოთ.
ვინც ყველაზე საყვარელობა ფოტოს გადაიღებს ასეთ სტილში, როგორ ჩანს და როგორ უყურებ ჩემს ვიდეოს, ისინი მოიგებენ 50 ლარს. მაგრამ ჯერ არა, ერთ ეპიზოდს კიდე გაცინებაზე გადავიღებ და იმ ვიდეოში დავაანონსოთ შემდეგ ესეთი რამე, თუ მოგვინდა ვაღონ, თუ ეს კარგი იდეა გონიათ, ჯერ ამ ვიდეოს ქვემოთ დამიკომენტარეთ და გადავწყვიტოთ შემდეგ. დეველოპერი ქმნის მარტივ და ადვილად გასაგებ დიზაინს, მომხმარებელი. ადამიანის გონება იმდენად მრავალფეროვანი და უცნაურია, რომ მამას დეველოპერები ვერ გამოიცნობენ. სხვადასხვა გეიმინგში სასახდება. გეიმ დეველოპერები აწყობენ რაღაცა სისტემას, როგორც ფიქრობენ, რომ მოთამაშეები ითამაშებენ და მოთამაშეები საერთოდ სხვა რამეს აკეთებენ, ბაგებს პოულობენ, პირველი ტურიდან ეგრევე ბოლომდე ხტებიან და ძალიან საინტერესო პროცესია ადამიანის გონება როგორ გამოსავლებს პოულობს ხოლმე. ხიდა მას შემდეგ რაც ზედმეტად ბევრ მინიმზე გაეცინა. ჯერ 3 მინიმზე გამეცინა. როცა მიმის ასაცილოა, მაგრამ ხვდები რომ შენ ბიუჯეტზე უარყოფითად მოქმედებს. ძალიან საშიშად დაიწყო ეს ვიდეო 3-დან 3 მინიმზე გამეცინა, თუმცა იმის შემდეგ თოდა პაუზა გვაქვს, რომ ეს ასაცილო გააცრით. საქართველოს ბანკი არის საქართველოში განათლების მთავარი მხარდამჭერი. განათლების მხარდაჭერა ზოგადად გრძელვადიანი პრიორიტეტია. ამიტომ არსებობს ძალიან ბევრი სასტიპენდიო პროგრამა, ოლიმპიადები, ფესტივალები, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა. თუმცა მე მინდა გკითხოთ ასეთი რამე. თქვენ ახლა რასაც აკეთებთ ცხოვრებაში, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. რას ფიქრობთ? რა იქნებოდა ან პროექტად ან რამე აქტივობად, რაც ჩვენ საზოგადოებაში განათლების ამაღლებას შეუწყობდა ხელს. მინდა რომ ამ ვიდეოს ქვემოთ დამიწეროთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და ასევე ის ხალხი, ვისაც შეუძლია ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში ბევრი საინტერესო სიახლე განერგოს. მე როცა ქუჩაში პლასმასის ბოტს ვხედავ. ყველაფერი კარგადაა. თავიდან სიცილისკენ წამიღო, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოსახავს იმ შინაარს. თუმცა შემდეგ გამახსენდა რომ ეს პლასმასის ბოთლი ვიღაცამ დააგდო ქუჩაში და ექსაქციელი აღარ მომეწონა და სიცილი შემიწყდა. რაგავი არ დააგდოთ ქუჩაში. თქვენ ვიცი რომ არ დააგდებთ, ჩემი მაყურებლები, იმიტომ რომ მაგარტივები ხართ, მაგრამ ცუდია ზოგადად სხვები რომ აგდებენ. როგორც იქნა ბაზის აწყობა დავამთავრე და Minecraft-ში მოაწყო მთელი ბაზა და ოთახი აქვს ასეთი. ეს როგორ შეიძლება ფსიქოლოგიურად და ცოტა მეცნიერულად აიხსნას. თუმცა ჩემი გეიმერი მეგობრები და მათ შორის მეც ზუსტად ასეთები ვიყავით. ბუ 400-ის კ. ეს რა მანქანა? კამაზია? კამას აქვს ჩემი Dodge Challenger-ის ნაირი ნომერი. Holy shit. დაუდგე? აუ, იმას რომ შეგბირდით, ჩემი მანქანით. სადმე ტრეკზე რომ უნდა წავიდე და დონატების გაკეთება დავამოყამო. ეგ ვიდეო რომ გადავდი ამდენ ხანს, მაგრამ გადავიღებ. ის ვიდეო რომ გადავიღე კიდე, YouTuber-ის 32 უნარი. რა უნარები ჭირდება YouTuber-ს, რომ კარგი YouTuber იყოს? ერთი დამავიწყდა, რომელსაც ქვია delivery, მიწოდება. რაც იდეათ მოგივა, რომ ვიდეოთ უნდა აქციო, ამის ვიდეოთ ქცევა. ეს არის ცალკე უნარჩვევა, რომელიც ძალიან საჭირო და აუცილებელია. და იქ ჩემ თავს რომ ვაფასებდი რაღაცეებში, რომ ტოპი ვარ და რაღაცეებში ცუდი და რაღაცეები ამოსახაჩი მაქვს. delivery ანუ მიწოდება მექნებოდა ცუდი. რადგან ჩემს თავს რომ მოვაკვირდები, ესეთი კარგი იდეები რაც მომდის ვიდეოს გადაღების. 10-დან 3 თუ აქცევ მხოლოდ ვიდეოთ. დანარჩენები მებნევა ესე სადღაც. ზოგი ნახევრად ჩანიშნული მაქვს. აი აქ ზოგი ნოუთებში, ზოგი დესკტოპზე რაღაც ფაილებში, ეს ფაილები ასობით არის. და უნდა ვიმუშაო მაგაზე. ეს ახალი PC მაქვს მართლა, ხო, კომენტარებში დამიწერე რამდენიმე თქვენგანმა და ჩემი setup ტურის განხილვას გადავიღებ, იმიტომ რომ ბევრი ახალი რაღაც მაქვს. და setup ტური ბოლოს გადავიღე 2020 წელს და ინისმენი არ განამიღია. და setup ტურის გადაღება ერთ-ერთი ყველაზე YouTuber-ული ვიდეოა. შეიძლება გაგიცნო, maybe, რა მევიბა. სიმაღლე რა გაქვს? 1.99 მეტრი. თქვი 2 მეტრი შეჩემაა სუპერმარკეტის ფასდაკლება ხომ არ ხარ. როგორ ვიპოვო ის ჰუმორი, რომელზეც მე მეცინება. ხუმრობას და ყველაფერს კონტექსტს, ყველაფერს ხვდები და პატივისცემა, იმიტომ რომ სასაცილოებას ხვდები, მაგრამ მე თვითონ არ მეცინება. გააცინე და მოიგე. მონაწილე ალეკო აბულაძის მიმი და უნდა გააცინო ლუნა და მე. როცა სამსახურში უფროსმა თქვენი გაჯაჯვის მაგია ლანჩბოქსიდან ჭამა დაიწყო. თუ აქამდე უყურებ ამ ვიდეოს და არ დაგილაიქებია, ვიცოდე გაგჯაჯავთ. ამიტომ დაალაიქეთ. როცა თუ ალტის კარს შიგნიდან საკეტი არ აქვს. ეს ფილმი მიყვარს რაღაცნაირად. იპმენი 4 არის თუ 5 და ყველა ძალიან მაგარია. იპმენი თუ არ გაქვთ თანახი, აუცილებლად უყურეთ. ნამდვილ ადამიანზეა. პროსლის მასწავლებელი ვინც იყო რეალურ ცხოვრებაში. როგორია ტელეფონის ლეპტოპით დატენვის შეგრძნება? ეს ხარისში უსხამენ საზღვარს. ამოცანა, წარმოიდგინეთ ყავს 5 მეგობარი, მე. ეს რასევდიანი მიმია. ეხა ამ მიმზე მოვიწყინე. ეხა შემომეც 50 ლარი. ვინც ეს მიმი გამოგზავნეთ. რამდენად გიყვარს ის უფთავი? ჩემი ოთახი. ეს დექსტერის ოთახია? წინა ვიდეოში გითხარით რომ დექსტერის ახალი სეზონი გამოვიდა და ძალიან მაგარია თქო და ბევრი კომენტარი იყო დექსტერიო როგორ გევასებაო. ჩემი აზრით დექსტერი თუ ნანახი გაქვს უნდა გევასებოდეს. თუ არ გევასება ესე იაგინახავს. დექსტერი მაგარია. მე როცა შხაპის დროს ყალბ კამათში ვიმარჯვებ. შამპუნის ბოთლები. ეს კარგი იყო და გამეცინა კიდევაც. ეს ფოტო ძალიან კარგად გამოხატავს კამათში გამარჯვებას და შამპუნის ბოთლებით. მიმერები როცა ჰიტა მიმებში 50 ლარს იხდის.
იმდენჯერაც ვერ გამაცინეთ, რომ ასე იყოთ. ეს მე ვარ? ყველაზე დიდი MMA-ის ივენთი ჩატარდა საქართველოში ამდენიმე დღის წინ. სადაც ქართველი მებრძოლები უცხოელებს უპირისპირდებოდნენ და ისმის ყველა ქართველმა მოიგო, რაც ძალიან გასახარია. ასევე ძალიან სასიხარულოა თვითონ ივენთი ისეთი მაღალი დონის გამოვიდა, როგორც ორგანიზაციული კუთხით, ასევე ბრძოლების ანახაობრიობით და თან პირველი ივენთზე ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ დიდი კომპლიმენტი მინდოდა მეთქვა კენასთვის და ასევე მათთვის, ვინც ცოტათი მაინც დაეხმარა ამ ყველაფერს ისეთი რომ ყოფილიყო როგორც იყო. და ჩემს მხრივ განსაკუთრებით ცედან და სკუნს. ამ დღეებში კიდე რაც ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, ის იყო მერაბის მარცხი. ამ ყველაფერზე ბევრმა ადამიანმა ისაუბრო უკვე, მაგრამ ჩემი აზრით გადაღლილობის ბრალი უფრო უნდა ყოფილიყო. წელიწადში 4 ბრძოლა საჩემპიონო არის სრული სიგიჟე. თვითონ ბრძოლა კიდე არაფერია ისეთი. წონის კლება არის სიგიჟე. ნუ ალბათ 15-20 კილო უნდა დაიკლო და მე ისევ მოიმატო 48 საათში და შემდეგ იბრძოლა. მერაბი არ ვიცი ზუსტად რამდენი სიკლეს, მაგრამ მინიმუმ 10 მაინც. სტანდარტულად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სამწუხაროა, არა უშავს. მერაბი ჩვენი გოუთია, მესამე ბრძოლაში აუცილებლად ისევ მოუგებს იანს, უფრო დასვენებული იქნება. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ მერაბმა გარისკა წელიწადში 4 დაცვის რეკორდზე წავიდა. ამაში მერაბი არ უნდა გავაკრიტიკოთ, იმიტომ რომ სულ რისკავდა ისედაც ყველაფერს და ამ რისკებით მოვიდა იქამდე, სამდეც მოვიდა, რომ UFC-ის ერთ-ერთი გოუთია და გულ შემატკივროთ თავის მისწრაფებებში. თუმცა მე ყველაზე მეტად გული დამწყდა იმაზე, რომ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდი არის UFC-ში რამდენი win streak-ი გაქვს. მერაბს ჰქონდა 14. სულ ყველა დროის რეკორდი არის 16. ეს ჩხუბიც ახლა რომ მოიგო და კიდევ ერთიც უკვე ექნებოდა მსოფლიოში ყველაზე მეტი მიჯრით გამარჯვება, ვინც კი უდესმე ყოფილა ამ სამყაროში ამ სპორტში. ხოლო ეგ რეკორდი მენანება ერთი, თორე მეტი არაფერი საერთოდ ისევ გახდება ჩემპიონი და უსაყვარლესი ქართველია. სეტანდაზე სხვადასხვა მაგარი ივენთებია ახლა კიდე. ხოლო თუ სეტანდა უნდა იყიდოთ, ჩემ პრომოკოდი გამოიყენეთ და 30%-იანი ფასდაკლება გექნებათ. კიდე არ დამოვიწყდეს. რამდენიმე დღის წინ იყო კრეატორ სამიტი, სადაც ქართველი მარკეტერები და იუთუბერები რაღაცებზე ვლაპარაკობდით და აზრთა გაცვლა მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი საინტერესო იყო. მარკეტერები რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ იქ, მაგალითად სეტანტასია საქართველოს ბანკის და კიდე რამდენიმე კომპანიის. ამ კომპანიის წარმომადგენელმა მარკეტერებმა, ვინც იქ ისაუბრა, ყველა აღფრთოვანებული დატოვა თავისი სწორი ხედვებით, განსაკუთრებით კონტენტ კრეატორებთან თანამშრომლობის ნაწილში და ზოგადად ისედაც. და მეც დიდი რესპექტის გუნდას ვესროდი ჩემი ვიდეოდან ორივე კომპანიას. და რომ მოსმენდი იქ დარბაზში, მე თვითონ მიამაყა, რომ ჩემი სპონსორები არიან. 6 თვის მერე მომწერა ბოდიში მეძინა ვერ გიპასუხეო. დავეჭვდი და ხომ არ წერდი. ეს არის მიმების უცნაური მიმდინარეობა. ეს ძველ ფოტოებზე რომ ესეთ რაღაცებს აკეთებენ. ბევრი გულშემატკივარი ყავს ისე. საჭმელი რატომ არ მიყრია? უი, დაუყრია მონას. აგიცით რა არის სასაცილო? ეს სახე, ესეც შეშლილი სახე აქვს, თორსა საჭმელი არ უყრია ლუნას. თითქოს ეს როგორ გაუბედეს ამ დაბიოებმა. და მე უი დაუყრია მონას. კიდევ 50 ლარი დავკარგე. ხო 5 მინუტზე გამეცინა. გამოგზავნეთ მიმები და როგორც კი ეს ვიდეო 5000 ლაიქს ეავა, იმ წამსვე დავიწყებ იგივე ვიდეოს ჩაწერას და კიდევ ამახიეთ 50 ლარები, აბა, თუ მაგრები ხართ.